რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს გალიდან ზუგდიდში მიმავალ რამდენიმე მიკროავტობუსს, რომელშიც ბავშვები და მოხუცებიც ისხდნენ. ამ მიკროავტობუსით მოსახლეობა ზუგდიდის ბაზარში საქონლის გასაყიდად და პროდუქტის შესაძენად მიემგზავრებოდა. რუსის სამხედროების თავდასხმის შემდეგ მგზავრების ნაწილი ტყეში გაიფანტა, ერთ-ერთმა მძღოლმა კი გზა განაგრძო და ზუგდიდში გადმოვიდა. თავდასხმის პარალელურად ოკუპანტებმა გალიდან ზუგდიდში ენგურის ხიდის გავლით არ გამოუშვეს ეთენიების ოჯახის წევრები. მათ ზუგდიდის საავადმყოფოში 2 წლის და 8 თვის შვილი მიჰყავდათ, რომელიც მდუღარე წყალში ჩავარდა. მშობლები იძულებული გახდნენ ზუგდიდისკენ შემოვლითი გზით წასულიყვნენ, რის გამოც გზაში საათნახევრით მეტი დაკარგეს. ამ პერიოდში ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. სხეულის ზედაპირის 30%-მდე დამწვრობით ანი ეთენიშვილი ახლა ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაშია. ყავდა მცირეწლოვანი ბავშვები მარშრუტკაში, იყო ხანდაზმული ხალხი, რომელიც გახდა ძალიან ცუდად, ესე იგი ძალიან ცუდად იყო ბავშვები, შეშინებული იყვნენ. ამ შემთხვევაში, როდესაც ცეცხლის წვიმა მოდიოდა, ტყვის წვიმები ცვიოდნენ, მძღოლი არ დაემორჩილა, დაუწყდით ამ რუს ოფიცრებს და დავიმალეთ. ბავშვები იყინახან მოყდენა. პატარა ბავშვები. არასუსტოვანი ბავშვი ცუდად გახსნა, აბარა. ბავშვი არის, ესე იგი, გავლის რაიონის სოფელი განახლებადან 2 წლის და 8 თვის მიღებული აქვს თერმული დამწვრობა, ნადურით დამწვარია სხეულის 30%, დამწვრობა გახლავთ მეორე ხარისხის. სასურველია ბავშვი გადაყვანილი იქნას დამწვრობის ცენტრში ქალაქ თბილისში.